მივყე ველას დილა მშვიდობისა. წავიდეთ ახლა. ტკბილებო და კარგებო და მოვიდუხოთ დილის გემრიელი კოფე. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ბრძანდებით და აბა როგორ გიკითხოთ. ესე. გუშინ საღამოს ჩავა ბაბახეესა თევზის ამინაჭერი შებოლილი და ნახე. როგორი დასიებული. ძილს რა გავიღვიძა ესეთი თევზს რო ხრიდი, გრძნობდი როგორი დასიებული მქონდა. და ისედაც ვიცოდი საღამოს მოვკვდი წყლისმით. მაგრამ ისე მიყვარს რომ რა გამაჩერებს, ხა ეგ გამაჩერებს, შეკავდა და წავა. სად წავა? სად წავა ვიცით. სნებამ გაბლიბიოთ ბალადონი. აუ მე და ჩემი ისა სმენა. წუხელ დამესიდ მრახალ ხორო. ვითომ ვიმღერე და ეს სიმღერა მედო YouTube-ზე. ანუ როგორც სიმღერა ჩავწერე ეგრე კი არა, პროსტა რა ჩემარხზე რა გინდა დე? ჩემი სნიკერსი, მოდი გავიყოთ. გავიყოთ, ოკეი? ნახევარი ევას, ნახევარი დედას. მოდი. აიღე რომელიც გინდა. ეს აიღე, ეს უფრო დიდია. უფრო პატარას იღებ და როგორი საყვარელი ხარდე. ეს ჯერას იმას მიქნია ის ვიდეო გამიკეთებია, მაგრამ აი ეს გამოვიწერე. არანაირი რეკლამა ხარ ხო Amazon-დან არის გამოწერილი, ჩემი გამოწერილი, ანუ. პროსტა 2 წელს 10 კალორია. და ეს აუცილებელია. აი 3 თვეზე მეტი როცა დეფიციტში ხარ ადამიანი, აუცილებელია რომ დაიწყო დალევა და მე ვიტამინების დალევა ხო იცით რომ არ მიყვარს და ჭამა ხო იცით რომ ყველაფრის მირჩევნია და აგერ. ასე. მოკლედ ჩემი ჭიქა არის ალბათ იქით მოვიტანოთ. იცოდეთ და არ გეწყინოთ ხოლმე. თუ ხართ ვინმე ვინც მაგალითად შეიძლება რომ მე მომწეროთ და მწერდეთ პირადში და შეიძლება თუ მწერთ ხოლმე თუ გიცნობთ ანუ უცხო ხალხს საერთოდ არ ვეკონტაქტები ხოლმე და იმიტომ რომ რესურსი არ მყოფს, მოიცა მე გავაგზავნე.
ლია ვიდეო მაგ ჩართული დეტალებს ახლა ნუ იმასიდა. ამოხტიხა. Raude. Dედასი ტელეფონია. არ გინდა? ევასიც არის. ვუთხარი რომ ხარ მოშავა, დამაგაზა თქვა. ანუ YouTube-ს ლაიმარკეტს და იმას გადაც აქვს და ახლა არ მუშაობ, ანუ გადარჩა გურთას ყველანაირად. მოიცა YouTube-ი არ მუშაობს? მომიტანება, წაღარო ვუყურებდი აბა. აი. რაჭერს? რაღაცა თავისი აქვს თუ სხვა ყველაფერი. ზოგჯერ აქვს ხოლმე, ხო. ინტერნეტი არ არისო. ანუ არის სინამდვილეში სხვაგან მუშაობს, მაგრამ YouTube-ში, Play Market-ში დაჯამინის შეკიდა არ მუშაობს და მე რაც ხმარი. ხო, მაგრამ აი ახლა აქ წერს, რომ ინტერნეტი არ არის YouTube-ზე საერთოდ არა ვარ. აი. აბა ის გამოიტანე პატარა ტაბი. ჩემთან არის. რატოა ინტერნეტის გარეშე კაცო? YouTube-ში შეცნო. აბა სხვაგან შედი. აქ ინტერნეტში შედი პროსტა. ანუ მე მიჩვენებს, რომ ინტერნეტი არ არის. აი, აბა აქ მე მაქვს ინტერნეტი, აბა ვნახოთ. YouTube-ზე არ მიდის. აი, აბა TikTok-ი. ესა. გეტყვი TikTok-ი ჩაუშვე მეთქი, მაგრამ ამ ტელეფონში ინტერნეტი არ არისო მიმძახის. bez დასტუპობ ინტერნეტს. რა და გადავიხადე გუში. აბა დავარესტარტე. ნახოთ აბა. დღეს 4 სექტემბერია, დღეს არის პაპაჩემის დაბადების დღე. და ასევე ჩემი თაკვას დაბადების დღეა. კილოცავ ძვირფასო, სულ ჩამრთელი, გახარებული და ბედნიერი იყავი. ინტერნეტი არა გვაქვს სახლში. ერთი წუთი. ესე იგი Google-ის რაღაცებია გათიშული. YouTube-იც არა. ვაიმე.
ყველი ჩამეშალა ხელებში. აბა ვნახოთ, ეს ტელეფონი ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვს. რამდენჯერ რომ მაქვს ხოლმე ხელში მიჭირავს, ითიშება. ინტერნეტი არის რეალურად აქ ითიშება. ხო და ეხლა საერთოდ არ უკავშირდება, ანუ ის ცალკეა რომ Google-ი გათიშულია Google-ის რაღაცები, მაგრამ ეს მეუბნება რომ Wi-Fi სახში გამორთულია და ანუ ვერ უკავშირდება, ანუ ნინის უკავშირდება, მაგრამ ჩემს ქსელს, მაგრამ ისა ინტერნეტი არ არისო. მასე მიწერს ხოლმე, როცა გადასახდელია ინტერნეტი, მაგრამ ყველა სხვა მოწყობილობაზე ეხლა ინტერნეტი არის. ეს უკვე გავაკეთე. აბა ვთქვათ, აქედან გავაზიარებ, ვთქვათ ინტერნეტს. აი, აქ აბა ვნახოთ ახლა. ამას თუ დაუკავშირდება, ნება. ამასაც არ უკავშირდება. ანუ უკავშირდება და ინტერნეტი არაა ვამბობს. აბა ახლა ისევ ნინიზე. აუ გაფუჭრა მგონია Samsung-ი. სამი დათვიცხო YouTube-ზეა. არ არის. ინტერნეტი არ არის იმ ტელეფონზე, Samsung-ზე. გაფუჭდა ეთყობა. ეს ბოლო დღეები სულ ითიშებოდა. დავარესტარტებდი ტელეფონის იმას, ანუ გამოვთავდი Wi-Fi-ს ჩავთავდი, ირთვებოდა. ძალიან გავბედნიერდი ამ დილიდან ხალხო. ესე იგი. გუშინ მარათონში ახალი გოგო შემოგვემატა და ანუ კანადაში ცხოვრობს და მომწერა, გვიან მომწერა, რომ ჩავრიცხეო თანხაო და აბა ნახე თუ დაჯდაო და გამეღვიძა. ანუ მართალია ხმაგათი შული მაქვს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ რა ვიცი არ მეღვიძება და ეხა სამი ტელეფონი რომ მედო სამივეს აქ ხმაგათი შული და ეთყობა ღრმად არ მეძია და სამივეს ვიბრაცია ქონდა. ხო და ამ ვიბრაციებზე გამეღვიძა. და ვნახე. ხო და მე ვნახე რომ ეს თანხა იყო ჩარიცხული 50 ლარი მარიამის სახელით. თორნიკე დანდრეს ბებიას სახელით 50 ლარი. და აი არ ვიცი, ვერ აგიწერთ რა განცდა იყო. და რა სიხარული იყო ჩემთვის ეგ, ანუ გენეტიკური ტესტისთვის ჩამირიცხა. და საერთოდ 1%-ად არ ვთვლიდი მისგან ამას საჭიროთ, იმიტომ რომ ბებიაც არის და ბებიაც ხო, აი რა სულთან ყვება ბავშვებს და მე ხო ვიცი რომ თო დაშორდებიან ხოლმე, ბებიებიც აღარ ბებიობენ ხოლმე და ისიც ვიცი რომ მამის
მხრიდან ბებია და დედის მხრიდან ბებია, სულ სხვადასხვა არის ხოლმე ამაგით და სიყვარულით და აი ეს ერთადერთი ადამიანია, რომელიც მამის მხრიდან ბებია, როგორც დედის მხრიდან, ისეთია თავისი სიყვარულით, სითბოთი, ზრუნვით, რა ვიცი, თანადგომით და აბსოლუტურად ყველაფრით და საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ მისგან რამე ან რაღაცა უბრალოდ ისე გამიხარდა, მეთქი რატო ჩამირიცხე თქო მივწერე, არ იყო საჭირო მეთქი შენგან და ისედაც სულზეთყვები თქო ბავშვებს, ხო და ისაო, არაო, მინდოდა, სიხარულიც ხო ძალიან კაიაო და შენ ჩემი ტუსკუნების მოფერებით ეგრე ეძახო და ხოლმე პატარები რო იყო და ხეთს ეგრე იხსენიებს ხოლმე დედა ხარო და მინდა რომ სულ კარგად იყო და ეს მცირედიო და ჩემთვის ეგ ისეთი ბევრია, რომ აი რა ვიცი, ეს გადმოვცემ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიყვარხარ. აი ეს არის ჩემში ისეთი რაღაცა, რაც არასოდეს არ გადის, არასოდეს არ მთავრდება და ეს უფრო დიდია, იმიტომ რომ სანამ ყველაფერი ისე იყო, როგორც ადამიანებს უნდათ, სულ ყველაფერი კარგად არის, ეგ ოკეია, მაგრამ როცა რაღაცეები იცვლება, ხოლმე მე ისეთი სიძულვილი აქვს ხოლმე ერთმანეთის მიმართ და ეგ უკვე სხვა რაღაცაა და აქ სიყვარულია, რომელიც წლების განმავლობაში, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორც იყო მაშინ და რა ვიცი, ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასად, ეხა თამარას ბებიას გაზრდილი შვილი, გაჩენილიც და გაზრდილიც, ანუ გენეტიკურადაც აღსდიდაც, ხა სხვანაირი, პროსტა ვერ იქნებოდა. ხო ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთ პატარა ასაკში 100 ადამიანებს შევხვდი და რა ვიცი, ესეთი ადამიანი არის ჩემი შვილების ბებია, ბიძა, ბაბუა, მამა, ანუ ყველა, რავი, დიდი ბებია, თამარა ბებო როგორც იყო, რავი, საოცარი ხალხია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ პატარა ასაკში ქაჯეთში არ მოხვდი, იმიტომ რომ არიან აი ქაჯი ოჯახები, ვიცი რომ არიან და აი მადლობა ღმერთს, რომ იმას ვიძახი, რომ მე ღმერთს უყვარ ვარ. ხო. ძალიან ბედნიერი ვარ. Bonito. Чем bonito. ხალხები და უცხოეთში და მძინებია. ჯერ ამან გამაღვიძა. ჯერ დამესი სიმღერა ჩავწერე კი არა. პროსტა ვიმღერა და YouTube-ზე იდო და ვუსმენდი და ხვდებოდი რამდენად საშინლად მხაროლდი და მეთქი აი ფრაგმენტი წაიმღერა მეთქი ეს ამ ხალა სიმღერა არის რამ დაგადებინა მეთქი ხო იცი მეთქი როგორ მღერი ხარ ჩემ თავს ვეღარ მემორი ეს საიდან გამაშიმა მე ეს ყებს დარბის ოთახებში გამოვედი ავანთე შუქი აივანზეც გამოვედი აი ზალაში ვიყავ და აივნის ფანჯრებს მეთქი ბონი მოდი ნახე არავინ არ არის არაფერი და ვარწმუნებდი ძაღლს ნესყებ და თვითონ დამამშვიდე მე შეტყობინება მომივიდა იმ თანხის ჩარიცხვაზე მე ეს ნახე ჩარიცხულ მე უკვე გათენდა 7 საათი იყო გარეთ უკვე გათენდა მე რომ დავიძინე YouTube ნახე ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ ჩემი ამბავი არ იცით თუ არ გიცნობთ და მომწერთ შეიძლება საერთოდ არ გავხსნა არასდროს იმიტომ რომ არ ვიცი ძალიან
ჩაკეტილი ადამიანი ვარ და პრივეტ როგორ ხარ? ანუ სრულად უცხო ადამიანს, ანუ არანაირი ის არ მაქვს ხოლმე მიზიდულობა სურვილი რომ გავხსნა. ხო. და ვისაც ვიცნობ, აი ვინც მიკომენტარებთ ხოლმე აქ და ვისაც ვიცნობ, მაგათაც და ჩემს ძალიან ახლო ადამიანებსაც ანუ შეიძლება მაგალითად რომ მომწერო. ანუ რა თქმა უნდა ვხედავ რომ მოვიდა, მაგრამ არ გავხსნა. შეიძლება გავხსნა მეორე და მესამე დღეს და შენ არ იფიქრო შენშია საქმე. ანუ მე ეგეთი ადამიანი ვარ, რომ თუ ჩემში რამე ხდება, თუ რაღაცა მიჭირს, თუ თავს ცუდად გრძნობ, ან შეიძლება დაძაბული გრაფიკი მაქვს, ანუ ყველაფერს ძალიან ღრმად განვიცდი, თქვენ ეგ იცით და ძალიან ღრმად რო განვიცდი ყველაფერს, მე რესურსი არ მაქვს ხოლმე, რომ ადამიანთან შევიდე დიალოგში. იმიტომ რომ მე ადამიანთან დიალოგში შევდივარ, ადამიანთან დიალოგში შევდივარ მთელი სულით და გულით. აი ბოლომდე რა. მე არ ვიცი ისე, რომ ანუ აი ესე უბრალოდ რაღაცა უთხრა და ვსდილობისთვის ადამიანს, ეგრე არ ვიცი, ანუ აი ბოლომდე სულით და გულით უნდა ჩავყვეთ, ჩავღრმავდეთ, ვისაუბროთ რაღაცა და თუ ახლა ამ მომენტში ამის რესურსი არ მაქვს, აი ცუდი ის ვიცი, რომ იმასაც კი არ მოგწერ, რომ იცი რა მე მოგწერ, აი ეგ უნდა ვისწავლო. რომ მე ვნახე, წავიკითხე და მოგწერ. როცა შევძლებ. აი ეგ უნდა მივწერო ხოლმე. ეგ მაგასაც არ ვწერ ხოლმე, რომ ცხვენია ხოლმე მაგის და მე შეიძლება ადამიანმა მიფიქროს, რომ აი ხა ჩემი მესიჯის წაკითხვა არ უნდა, ჩემი მესიჯი არ ნახა რაღაც არ ვარ ეგრე არა და ანუ და არც კონკრეტულ არც ერთ ადამიანში არ არის საქმე, ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთო და ეგ არის სხვათა შორის ADHD-ის ერთ-ერთი ძალიან დიდი მახასიათებელი რა. რა ძალიან იციან ესე ჩაკეტვა საკუთარ თავში და ვერ კონტაქტი. აი, რომელსაც მაგალითად ნეიროტიპურ ადამიანს ვერ აუხსნი, რომ რატო შეიძლება ვერ დაეკავ კონტაქტო ახლა აი ამ მომენტში რა. Bom, ეს თუნ და მოკლედ ესეც შემოძვირ ფასებო. Okay. ახლა მომწერა ანიმ, რომელიც მრავალი წელია მიყურებს. გახსოვა, რომ გუშინ კომენტარი დამიწერა და ვერ მივხვდი რომელი ანი იყო, იმიტომ რომ ანით როგორც ნინის ბევრს ქვია და სალამი აქედანაც. ხო და მოკლედ რო ვთქვათ, რაღაც თავისი ამბავი მომიყვა, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვიტყვი პატარა ინციდენტს. და ჩემთან მიმართებაში მითხრა, რომ მრავალი წელია მიყურებს, მოვწონვარ, არის რაღაცებიც არ მოწონს, რაც თარეთან ხდება. და გუშინდელი შენ ჩაცმულობა ესთეტიურად მომეჭვენაო. და ისაო, მაგრამ ანუ მე ვხვდებიო, რომ ანუ
ადამიანის ყველაფერი ვერ მოგეწონებაო, ყველაფერს ვერ დაეთანხმებიო და თუ ვიღაცა არ მოგწონს ან გაღიზიანებს, ჯობია საერთოდ არ უყურო. და ამდენი წელი შენთან ვარ, იმიტომ რომ შენ სულს ხედავ მოკლედ. მოკლედ ცოტა ხო და კიდე ანუ აი ეს ბოროტებებს რო წერენ იმ ხალხზე, ანუ სულ უყურებენო, იმიტომ რომ რამდენიც ამნა ვთქვათო რომ არ მოქმედებსო, სიტყვები მაინც მოქმედებსო. ხო და ამაზე მინდა ან ისაც ეგუთხარი და ახაც მინდა ვთქვა რომ ანუ ჩემთვის მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ანუ ნახე მე ესე ვთვლი რომ მე ვინ ვარ? ამაზე საუბრობს ჩემი სიტყვები, ჩემი ქცევები. ანუ ჩემი ქცევები სხვა ადამიანების მიმართ, ჩემი სურვილები მათ მიმართ, ჩემი ქცევები მაშინ როცა თქვენ ვერავინ ვერ მხედავთ და მარტო მე ვხედავ საკუთარ თავს და ღმერთი. და მე მაშინაც ზუსტად ისეთივე ვარ, როგორც თქვენ მხედავთ. ანუ არაფერი განსხვავება არ არის მანდ და ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემ თავს ამის გამო და ასევე ვიცი რომ არიან ადამიანები, რომელსაც ესთეტიურად აცვიათ, ესთეტიურად ლაპარაკობენ. და ჩანგას ხმარობენ, მაგრამ სხვების დასანახად კარგად იქცევენ, მაგრამ როცა ვერავინ ხედავს საკუთარი თავის და ღმერთის გარდა, შეუძლიათ რომ ძალიან ცუდად მოექცნენ სხვა ადამიანებს, წამოუდონ ფეხი, ზურგში ჩაარტყან დანა, უღალატონ. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ იციან რომ ის ვერ გაიგებს. და მე რა ვიცი რომ კატეგორია ადამიანების არსებობს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საკუთარ თავს ამის გამო და ძალიან მიყვარს ჩემი ეს სინამდვილე. როცა მე პოზა არ მიჭირავს არც საკუთარი თავის მიმართ, არც სხვების მიმართ, ვარ ის რაც ვარ და ჩემს მაყურებელსაც მე ვფიქრობ რომ ზუსტად ეს უყვარს ჩემში. იმიტომ რომ ვისაც ეს არ უყვარს, ის ვერ დარჩება. პოზის მოყვარული ადამიანი ჩემთან დიდხანს ვერ გაჩერდება და წავა პოზიორებთან. და ჩემთან ანუ ზედაპირ სიღრმეში რო არაფერია და ზედაპირზე რო პოზიორობა, ანუ მაგათთან წავა და ჩემთან დარჩება მარტო ის, ვისაც იმის დანახვა შეუძლია, რასაც თვალი ვერ ხედავს და ისიც იმის გაგება, რაც შეიძლება ყურმაც ვერ გაიგოს და გულის ყური და გულის თვალი და გულის ხმა ჭირდება ამ ყველაფერს და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამის გამო ჩემ თავს და ჩემს მაყურებელს და ძალიან მიყვარს ამის გამო ჩემი მაყურებელი, იმიტომ ჩემი მაყურებელი არის ზუსტად ეგ კატეგორია. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ხო, კიდე ასევე მე მაგალითად ჩემ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ ვინმე ადამიანთან მივიდე და ვუთხრა, ჩემთვის რა არის ესთეტიური და რა არა, ანუ მისი ვარცხნილობიდან, მისი ჩაცმულობიდან, მისი საუბრიდან, მისი ცხოვრებიდან, თუ ეს ადამიანი ჩემთან არ მოადა, არ მკითხავს, აი ნინი, შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და მაგ დროსაც ძალიან დელიკატური ვარ ხოლმე. ხო. ხო და ესეც მგონია პირადი კულტურა ადამიანის. ანუ შენ ვინ ხარ და შენ სად ხარ, ამაზე მეტყველებს ეგეც ესე მგონია. რაც შეეხება იმას, რომ ყველა ანუ ნახე, მე მწყინს და მტკინს ხოლმე, მტკივა ხოლმე იმ ადამიანებისგან, ჩემთვის ვინც რაღაცას წარმოადგენს, იმიტომ რომ და ვინც მაგალითად ჩემთან იყო დიდხანს და ანუ შეგრძნება რომ გაქრო ადამიანი შენთან იყო და მაინც ვერა რა. ანუ მაგ დროს მტკივა ხოლმე და მწყინს ხოლმე. ანუ ახლობლებისგან ყოველთვის მეტად მწყინს და მტკივა და ვიღაცა უცხოს აზრი მე მართლა არ მაინტერესებს. იმიტომ რომ ხა მე რომ აი გულთან ახლოს მიმქონდეს ყველას დაწერილი სიტყვა, ეს შემდავი იწერება ან ითქმება, რავი აქამდე ალბათ ჩემი ან ფსიქიურად არ ვიქნებოდი, ან საერთოდ ფიზიკურადაც არ ვიქნებოდი. იმიტომ რომ რეალურად ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც სოციალური ქსელები არ ქონია და ვისაც უბრალოდ თავის მეგობრებში აზიარებს თავის ამბების, ისტორიებს, რილსებს, ანუ ის ვერასდროს ვერ წარმოიდგენს, რამხელა სიძულვილი და ნეგატივი შეიძლება დაგესხავს თავზე, უბრალოდ იმის გამო, ვინც ხარ, ანუ შენ არაფერი ბოროტება არ ჩაგიდენი, არავისთვის ცუდი არ გაგიკეთებია, უბრალოდ შენ ხარ, ვინც ხარ და ამის გამო არიან ადამიანები, რომელსაც ზულ ხარ, ხო? და ანუ მე ვიცი რომ მე ამ დროში ვისწავლე ის რომ ანუ თუ ვიღაცას ძულ ვარ, ეს მისი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის. თუ ვიღაცას უნდა რომ მე გული მატკინოს, ეს ასევე მისი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ
ცუდის თქმელი ადამიანი ყოველთვის არის ღრმად უბედური და ცუდად მყოფი სულში ადამიანი, შეიძლება ფიზიკურად საერთოდ არ არის ცუდად, მაგრამ შინაგანად თავს საშინლად გრძნობს და გრძნობს თავის სიპატარავეს და გრძნობს თავის არარაობას. შეიძლება ადამიანს არაფრისთვის არ ქონდეს ცხოვრებაში მიღწეული, მაგრამ იცოდეს თავისი სიღრმე და თავისი ადამიანობა და იცოდეს თვითონ ვინ არის და ეს ადამიანი თავს არარაობად არასდროს არ გრძნობს. ანუ არარაობად გრძნობა არ განისაზღვრება იმითი, ვთქვათ, რას მიაღწია ცხოვრებაში. ანუ შეიძლება ქონდეს მიღწეული, შეიძლება არ ქონდეს, ანუ ეგ არა, ანუ უბრალოდ როცა ადამიანი გრძნობს თავის სიპატარავეს, თავის არარაობას, მოდი ასე ვთქვათ, ეს ადამიანები არიან გაბოროტებული ადამიანები, რომელსაც უნდათ რომ სხვებს მიაყენონ ჭრილობა და მიაყენონ ტკივილი. და მე როცა ვიღაცა კომენტარში ხტის, ან თუნდაც სხვაგან ხტის, სადმე შეუძლია ხტომა. ანუ ვიცი რომ ეს არის ღრმად უბედური, არარაობა ადამიანი. და მე მართლა არ მაინტერესებს ღრმად უბედური არარაობა ადამიანის აზრი ჩემს შესახებ, იმიტომ რომ იმ ადამიანს ის არ შეუძლია, რომ თავის თავს უმკურნალოს, ანუ თავისი სული განკურნოს, ღმერთთან მივიდეს, სიკეთეში იყოს, სინათლე შეიტანოს სულში, ანუ საკუთარი თავის სმენა და მიღება არ შეუძლია იმ ადამიანს, ვინც სხვას სტკენს და სხვას ბოროტებას უკეთებს, თავის თავი არ უყვარს პირველ რიგში და ანუ მე რო დავჯდე და დავინტერესდე მაგათი აზრით, უნდა ვიყო ძალიან სულელი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდული დრო გვაქვს, ანუ ჩვენი ისეთი ცოტა დრო გვაქვს და ამ დროს არსებობენ საოცარი ადამიანები, რომელსაც დიდი სული აქვთ, დიდი გული აქვთ, უზომო სიკეთე აქვთ, აი როგორც ფატი არის მაგალითად, ხო? როგორიც არის თუნდაც თონიკეთ ანდრეს ბებია, ხო? აი ბევრი ეხლა საერთოდ ხო ვერ ჩამოთვლი კომენტარებში ჩემთან, ბევრია ასეთი ადამიანი. ანუ მე ეს ადამიანები მაინტერესებს, მე მათი აზრი მაინტერესებს. მე მაინტერესებს აი მათი ცხოვრება, მათი ამბავი, მათი ისტორია. მე მაინტერესებს რომ თუ შემიძლია მე მათ გვერდზე დავუდგე ერთ შემიძლია. ანუ აი ეს მე მაინტერესებს. მე მაინტერესებს რომ ამ ადამიანებს შევძლო და მეც გავუნათო რაღაცით ცხოვრება, გზა, დილაც რომ გაიღვიძებენ და ჩართავენ სამსახურიდან დაღლილები რომ მოვლენ, მინდა რომ გაუხარდეთ. აი ასეთ მე ამათი აზრი მაინტერესებს. ანუ იმიტომ რომ მე არ მაქვს იმდენი დრო 100 წელს რომ ვიცხოვრო მაინც არ მაქვს იმდენი დრო რომ დავინტერესდე, ანუ იმათია, იმიტომ რომ იმათ არ ეშველებათ, იმიტომ იმათ არ უნდათ რომ ეშველოთ. ანუ ისინი სიბნელეში არიან და თუ მეც შევალ სიბნელეში მათ გამო ისინი ჩემს სინათლეს ჩააქრობენ და მეც იქ ჩამტოვებენ და მე მართლა არ მაინტერესებს მაგათი აზრი. მე როცა სამ სიტყვას ვკითხულობ, მე როცა რამდენიმე სიტყვა მესმის თუ საუბარია, ხო? ან თუ დაწერილია რამდენიმე სიტყვას, მე უკვე ვიცი ამის უკან ვინ დგას და ჩემთვის საკმარისია ეს, რომ მეტი აღარ წავიკითხო, მეტი აღარ მოვისმინო. ანუ ჩემ თავში აი როგორი რაღაც არის, ეხლა წარმოვიდგინე, აი ქუჩაში სანაგვეები დგას, ხო, ჩვენ მივდივართ და აი ამ სანაგვეში ვყრით ნაგავს სახში, რაც გვიგროვდება ყოველ დღე. ხო? და ეხლა წარმოვიდგინე, რომ მოვიდეს ვიღაცა ადამიანი და შენ სახში შემოვიდეს და შენს მაგიდაზე, რომელზეც ჭამა საწოლში ჩაგიყაროს თავისი ნაგავი. ანუ შენ უნდა დაინტერესდე იმით ის ვინ არის და ასე შემდეგ და იმის გარკვევა უნდა დაიწყო, რომ შენ როგორი ცუდი ხარ, იმიტომ რომ ცუდი რო არ იყო ეს ადამიანი არ მოიტანდა თავის ნაგავს და შენ არ ჩაგიყრიდა საწოლში. ანუ შენ არაფერ შუაში ხარ, ამ ადამიანმა იმის ნაცვლად რომ თავისი ნაგავი გადაემუშავებინა და ყვავილებად ექცია, მოვიტანა და შენ სულში ჩაყარა, იმიტომ რომ სხვაგან ადგილს ვერ უძებნის, ხო? და შენ რატო უნდა შენ რო იწყებ მათზე ფიქრს, იმაზე ისინი რაც ფიქრობენ, შენ რო იწყებ მათ საერთოდ მოსმენას, ანუ შენ მათ კარს უღებ, რომ შემოვიდნენ და დაყარონ. და შენ კარს თუ გააღებ და აი მაგალითად მე დავაკვირდი მაგას. აი მქონდა ეგეთ პერიოდი, მაინტერესებდა რა სიზავნე და მე რასაკეთებენ, იცი? კარს თუ გააღებ და შემოუშვებ ეგეთ ადამიანებს და თან თუ აი ეკითხები, რომ რატომ ჩაყარე შენი ნაგავი ჩემს საძინებელში, რატო დაყარე? გეტყვის, რომ იცი რა ისეთი ცუდი ხარ, რომ
აი იმსახურებდი და მე შენ უმტკიცებ რომ არა მე რა შუაში ვარ მე ამას არ ვიმსახურებდი თუ არ მოგწონ ვარ წადი და გაიარე და ის კი არა შენ ისეთი ცუდი ხარ რომ მე ვერ გავივლიდი მე აუცილებლად უნდა მეთქვა შენთვის რომ ესეთი ცუდი ხარ და მე შენ ამას უმტკიცებ და ამ დროს შენი კარი ისევ ღია არის და სხვები რომ ხედავენ მასეთი რომელსაც თავის ნაგავი აი ეს ხელში უჭიერ და არ უნდათ რომ სანაგვეში გადაყარო ესენ შემოდიან შენ სახლში და ყრიან ამ ნაგავს ყრიან მე ეს ნაგავი ლპება მე ესენ გარშემო გიგროვდებიან ყველანი და ყველა იმას გიმტკიცებს რომ ის ფილმის გადაღება შეიძლება ყველა იმას გიმტკიცებს რომ ანუ შენ ხარ ცუდი შენშია პრობლემა და ანუ აქ პრობლემა ერთადერთია ერთი ის რომ შენ ნაგავს კარი გაუღე იმ ადამიანებს ნაგავი მოქონდეთ არარაობა ადამიანებს შენ კარი გაუღე ანუ შენ კარი უნდა გაუღო შენ საერთოდ ანუ ისეთი კედელი უნდა აღმართო, რომ საერთოდ ერთი სიტყვა არ წაიკითხო მაგათი და ერთი სიტყვა არ მოისმინო. ილაპარაკოს, იხტუნავს. ვიღაცა თუ მაგალითად სადმე თავის სივრცეში ჩემზე საუბრობს და ხტუნავს, ხო? ამით რასაკეთებს? ადამიანები რეალურად ანტიპი არის ძალიან დიდი პიარი, ხო? ადამიანები ნახულობენ, ანუ ხო საუბარი იგებს ადამიანი ვისზეა, ხო? ნახულობენ ადამიანები მას, ნახულობენ ადამიანები მე და მე თავის დასკვნებს თვითონ გამოაქვს თავის დასკვნები და ბევრ ადამიანს მოუწერია ჩემთვის, რომ აი ქიან TikTok-იდან მოვედი, ქიან მოვედი, აქედან მოვედი ვიღაც შენზე ესე გლანძღავდა და იქიდან მოვედი და შენთან დავჭი და ამდენი ხანი შენ და რა მიყვარხარ და რაღაცები, ხო? ანუ ადამიანები შენაკეთებენ იმას დასკვნას შენს შესახებ მე ანუ ნორმალური ადეკვატური ადამიანები და მე არჩევანი ნახეს შენზე რომ ან ამ ნაგავს გაუღო კარი და სანაგვეთ იქცე შენ თვითონ ან ეს ნაგავი გადაკეტო გულის კარით სახლის კარით გონების კარით არ შემოუშვა და უბრალოდ შემოუშვა მარტო კარგი ადამიანები და ამ დროს მე შენი სახლი იქცევა ბაღად ყვავის არის საოცარი სურნელება არის ჰარმონია და ბედნიერება და სიხარულია იქ და ჩემი არხი დგას სიკეთეზე, ჩემი არხი დგას სიყვარულზე. აქ არ არის ჭორაობა, აქ არ არის სიბინძურე, აქ არ არის სხვების ლანძღვა, რამდენჯერ დაუწერია ჩემთან სხვებზე კომენტარი და მე არა თუ არ დამიგულებია, ბევრჯერ ძალიან წამიშლია, ბევრჯერ ძალიან დამიბლოკია საერთოდ გაჩნია როგორი ფორმის სიბინძურე დავინახე კომენტარში და ბევრჯერ ყოფილა არც დამილაიქებია, საერთოდ ყურადღება არ მიმიქცევია და ნუ დავაკვირდი იმას, რომ ჩემს არხზე განხილვები არ ხდება. იმიტომ არ ხდება განხილვები, რომ იციან, რომ მე ამის მომხრე არ ვარ და ნაგავი ჩემთან არ არის და კარგი კიდე სხვას არ განიხილავს და არ განიკითხავს, ხო? შესაბამისად, ანუ ამას შენ იმაშვები რა, კურირებ, ასე ვთქვათ. ან გინდა მოგწონს და ჩუმად ეთანხმები, ან ღიად ეთანხმები, ან შენ თვითონ ვეხარ ამისი გამავრცელებელი, მაგრამ ესენი უკვე იმ ადამიანის პრობლემებია, ეგენი მე არ მეხება, ისევე როგორც იმათი, ვისაც თავის ნაგავი არ ეთმობათ, რომ სანაგვეში გადაყარონ და აი ესე გულში ჩაკრული დააქვს და მერე უნდათ რომ ვიღაცა სხვას მიაყარონ და აი ამაში იტრიალონ და იქექონ და აი რაღაცა. ხო და ჩემთვის ეგ ამაზრზენია და ხო მე ეგეთი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს და მე ეგეთი ადამიანების აზრს რადგან არ მაინტერესებს, საერთოდ არც ვისმენ. всё და ეს მხოლოდ ჩემზეა. დამოკიდებული. ჩემი რეაქცია დამოკიდებულია ჩემზე. ჩემზე დამოკიდებული ის არის მე ვინ ვარ, ანუ მე ჩემ ნაგავს რას უშვები. მე ჩემს ნაგავს ყველას გვაქვს ჩვენი ნაგავი. აი როგორც ყოველდღიურად სახლში გროვდება. რო ვცხოვრობთ, ისე სულშიც გროვდება გონებაშიც, რომ ყოველდღე მე ამ შეიძლება სახლი იატაკი არ ისეთი მოლოკილი არ იყოს, რომ იქიდან საჭმელის ჭამა შეიძლებაოდეს ჩემთან. მაგრამ ჩემს სულში, ჩემს გონებაში ნაგავი არ არის, არასდროს. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან კაია. თუ არსებობენ და ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეს ორივე აქვს, მაგრამ მე არ ვარ მათ კატეგორიაში. მე ეს ერთი მაქვს და ამაზე იმხელად რომ ეხარჯება, მე მაგალითად მიჩვენია, რომ აი ამაში ძალიან დიდ დრო იხარჯება. ხა ეს არ ჩანს გარედან, იქ წერს რომ გადაწმინდა ვეც ჩანს, მაგრამ ეს შიგნით რომ ამას ამუშავებს არ ჩანს და იმ ადამიანებს კიდევ ვისაც ამას არ ამუშავებს, ხო? გარედან ეგ ვაფშე არ ჩანს არც იმათან და შეიძლება მათმა ახლობლებმა სულაც არ იციან, ანუ ეს ადამიანი ინტერნეტში დამალული ნიკით მაგალითად რეპს ჩადის, ხო? ხო და მაგრამ მე ხო ვიცი.
რომ მე ხო ვიცი მე ვინ ვარ, შიგნით, მე ხო ვიცი ვინ ვარ. და ყოველთვის არჩევანს ვაკეთებ, რომ თუ სანამ რესურსი მაქვს, ამას ვაკეთებ, სანამ რესურსი მაქვს, ჩემ შვილებთან, მაგრამ ჩემ შვილებს თაველაპარაკები. აი რომ მე უგნი მეახამე, რომ კაი შვილები ყავს და რაღაცა. ანუ, ერთი რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დედასაც და მამასაც ვინ ვართ ჩვენ, ხო? ანუ ჩვენი შვილები, ჩვენი გენეტიკაა და ვინ ვართ. როგორი ოჯახებიდან ვარ წამოსული და როგორი ის გვაქვს გენეტიკა, რომ როგორები არიან ჩვენი შვილები და მეორე კიდე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა გაახსდას, ხო? მე, ანუ დღემდე საათები გვაქვს ხოლმე ჩვენ საუბრის, საათები. ანუ ეგრე არ ხდება, რომ შეიძლება ადამიანი კარგი იყოს, ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ შეიძლება მას ჰქონდეს არასწორი აზრები, არასწორი გარემო და ძალიან ბევრი რაღაცა, ხო? და ჩვენ მეც და მამამისიც, ანუ საათები გვაქვს ხოლმე ამაზე საუბრის, საათები. და ამის შედეგია ის, რომ როგორებიც არიან ჩვენი შვილები. და რა თქმა უნდა იმის შედეგიც, რომ ჩვენ გვიყურებენ როგორები ვართ, რა თქმა უნდა იმის შედეგიც, თუ ბუნება მარუშველაო ეგეც და რა თქმა უნდა ჩვენი ძალიან დიდი შრომის შედეგიც, თუნდაც ევა. ანუ ხა ეს ბავშვი რომ მიმღებლობაში და სიყვარულში იზრდება, მე არ ვიცი, რავი, ჩვენ თაობაში მე არც ვიცი საერთოდ ვინ ვიზრდებოდით ეგრე, ხო? ბავშვებს საერთოდ ხმის ამოღების ეშინოდათ. და ამიტომ ის არის ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, მას შეუძლია გაგება ახსნილის, მას არ სჭირდება არც ყვირილი, არც ჩხუბი, არ არის თავხერი, არ არის უზრდელი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ყველაფრის უფლება. და იმიტომ რომ იცის რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა თქმა უნდა მის ენაზე, რა თქმა უნდა მისი ასაკისთვის შესაძლოა, მაგრამ აქედან თუ არ ასწავლი მე 15 წლისა და თუნდაც 13 და თუნდაც 10 წლისას, ანუ ვერ ასწავლე, ანუ თავიდან რომ ასწავლო იმის შესაბამისი რაღაცები, რასაც მის ასაკს ჭირდება, როგორც მაგალითად პირველ კლასში ვასწავლეთ წერა-კითხვას და არა მე-10-ში, ხო? ანუ ეგრე უნდა ვასწავლოთ რაღაცა ადამიანური რაღაცები და მე მაგალითად რომ დავდივარ ჩვენ რო დავდივართ იმაზე ბავშვთან მოედანზე, მე ვხედავ, რომ ანუ ბავშვების უმეტესობა არის სრულიად აღუზრდელი, აი სრულიად და მე როცა მშობლებთან ერთად არიან და მშობლებს ხედავ, ანუ მე ხვდები, რომ აი ბავშვს ვერაფერს ვერ მოთხოვ და ბრჭყალებში ბავშვის ბრალი არაფერი არ არის. აი მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იქ სასრიალოები რო არის, ესეთი ორი ანუ აქეთაც არის რო ახვალ იქვეც აქვს ჩამოსასრიალებელი, მე აქ ესეთი გასაძრომი აქვს და კიდე აქეთ არის ჩამოსასრიალებელი და ბავშვებს უყვართ რომ აი ამ გასაძრომში რომ გაძვრებიან და იქიან სრიალდები. ყველა ბავშვს უყვარს ეგ. რავი, იქ ვისაც უყურებ და ევასაც უყვარს და ევა კატაობდა იქვე არის საქანელა ქვემოთ და იქ კატაობდა ევა და ვიღაცა გოგო ბავშვი მივიდა და უნდა და გაძრომა იქ და შეგენით ისხდნენ ბიჭები, ორი ბიჭი და ეს ბავშვები არ ატარებდნენ ამ გოგოს და ამ გოგომ დაიწყო აი წუწუნი ტირილი რაღაცა და დედას დაუძახა რომ ეშველა რომ იქნება გამატარონ რა და არა არ გავატარებთო ესო ჩემიაო ის ბიჭი ეუბნება ერთი და ისა მე მოვიდა დედამისი და ჯერ მოერიდა რა და ჯერ უთხრა რომ მიდიო გაატარეო რა იქნებაო ხო და დაუწყო დედამის ბავშვმა ღრიალი ანუ რა ტონში იცით ანუ ღრიალი მე არ გავატარებ მე ხო ვთქვი არა ეს ჩემია ესეთი მე რო აი ტონით ვამბობ ხო ესეთი ტონით რა ხო და ეს დედა მოუბრუნდა ამ გოგოს ბავშვს, რომელსაც გავლა უნდა და ეუბნება რომ აი ხა არა უშავს, მიდი იქ ჩამოსრიალდი რა აუცილებელია რომ აი აქ გაძურე. ანუ კიდე კაი ქევა არის და იმ ბავშვის მაგივრად. კიდე კაი. და მე ეს ბავშვი იქ ჩამოსრიალდა. იმან თავისი გაიტანა. რა თქმა უნდა დედას არ დაუჯდა მე დედამისი ეხოწებოდა წავიდე და ისე უყვირო და ისე უღრიალობდა გეფიცები ვთქვი რომ მეთქი ეს რამდენიმე წელიწადში დედას ცემას დაუწყებს თქო სრულიად აუმორჩება სადღაც 3-4 წლის იქნებოდა და დედამის სათამაშო ედო ანუ ჩვენ რომ მივედით საქანელაზე სადაც ევას დაჯდომა დედამის ედო იქ ბავშვის სათამაშო და მე ვიფიქრე რომ დაკავებული ხო არ არის მეთქი მოუძებნე ქალი რომელიც იქით იყო ეს ვისი ამეთქი უბრალოდ ხმა მაღლა თქვი და იქიდან მოვიდა მე ის ქალი და ისა აიღო. მეთქი დაკავებულია მეთქი, იმიტომ რომ აი ყველა საქანელა დაკავებული იყო და ბავშვს კატაო. არა ისე დავდეო. ანუ ისე დადო საქანელაზე, სადაც ბავშვები კატაობენ შესანახად სათამაშო. ანუ აი სხვების გათვალისწინების დონე დედამისისგან. და მე როცა ჩემი შვილი არასწორად იქცევა, ხო? როცა ამბობს რომ ეს სასრიალო
სხვისია, ყველასში როცა ამბობს რომ ჩემია და მე არ გავატარებ და შენ ამას ხელს უწყობ, იმას ეუბნები რომ ისა. იცი რა, მიდი რა ხა, რატო კაპრიზობ, იქიდან ჩამოსრიალდი. და გაუვიდა, იცი? და იცი რამდენს გადაუვლის ზედ მაგის თან თავისნაირი არ შეხვდება და რაღაცა უსაშინელება იქ არ დატრიალდება? ხო და მე მაგალითად ჩემს შვილს სულ ვეუბნები. აი ევასაც მქონდა, აი ბავშვები არიან და ევასაც მქონდა, იქ დაჯდებოდა, არ სრიალდებოდა. არ ვეჩხუბები ხოლმე, ზოგი ეჩხუბა, ხა ახლა ჩხარა წავასრიალდი, აქ გელოდებია და აი ბავშვს უყვის, ეჩხუბება, იმიტომ სცხვენია სხვების. ანუ კაი ადამიანია და სცხვენია სხვების და თავის შვილს ეჩხუბება ამის გამო და მე ისე ვაკეთებ, რომ არც ამისთვის მეჩხუბა. მაგრამ ისინიც არ მდგარიყვნენ იქ საათობით, ვეუბნებოდი, ნახე გოგონა გელოდებ, ამ ბიჭი, ნახე შენსავით უნდა იმასაც რომ ჩამოსრიალდეს, ჩამოსრიალდე და ისიც ჩამოსრიალდეს და ხო შეხედავდა და მე სრიალდებოდა. ანუ არც ამას ვეჩხუბებოდი იმათაც და ანუ და სულ ვეუბნებოდი ეს ყველასია. ეს არის ყველასა, შენ ხო არ მოგეწონება რომ მაგალითად ის დაჯდეს და არ ჩამოსრიალდეს და თქვას რომ ეს ჩემი, ევაც ამბობდა, ქონდა პერიოდი ეს ჩემია. ვეუბნებოდი, არა დედა, ეს ყველასია. შენი არის, ეს შენი სათამაშო, რომელიც ხელში გიჭირავს. ეს შენია. მაგრამ ის არის ყველასი, ყველა უნდა ჩამოსრიალდეს. და შენ ხო არ მოგეწონება, რომ მე ეგ პოზიცია, რომ ის ხომ რო გააკეთო, შენ ხო არ მოგეწონება. და ეხა უკვე ბავშვს ეს აქვს ძალიან ისე ძაფრად. აი კიდე ისეთი ის იყო მაგალითი, რომ ბავშვი არ უჯერებდა დედას, დედა ეჩხუბა, უყვირა და მე ძალით ესე აიყვანა ხელში და ასე გააქანა მტირალი რა და ევა შემომიტრიალდა და მეუბნება. ცუდი დედა. გოგო ტირის ცუდი დედა, ანუ აი რომ არა უხსნა, არ დაელაპარაკა, აი ესე ძალით ხელით მოგლიჯა და გააქანა, ბავშვმა და გამოიღო დასკვნების დედა არის ცუდი. ანუ იმიტომ რომ მეც მაგ რა თქმა უნდა ზოგჯერ ძალიან უხეშად ვეუბნები, ზოგჯერ ვუბრაზდები, ზოგჯერ ვუყურებ, ანგრელოზი კი არა ვარ, ადამიანი ვარ სულიად ჩვეულებრივი, მაგრამ მე ვნანობ მაგას, მე ბოდიშს ვუხდი, მე ჩემს შვილს ბოდიშს ვუხდი ხოლმე, როცა დამნაშავე ვარ. ბოდიშს ვუხდი ხოლმე. ვეუბნები რომ აი ეხა დედა ძალიან დაღლილია, ან ეხა დედა მუშაობს, ან ეხა დედა აი ცოტაც და ვეღარ გაუძლებს ესეთი გაფრაზებული და ანუ ესმის ხალხო, ესმის, ანუ ჩვენც ადამიანები ვართ, ესმის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ შევინარჩუნო ადეკვატურობა და იმას რომ ის პოლი მოვხეხო, აი ამ ბავშვს ვასწავლო სწორი რაღაცა. ეგ მირჩევნია. რა ვიცი, ყველას თავის ფასეულობები აქვს. და ესეც არასოდეს არაფრის გარანტია არ არის. ეს უბრალოდ ის არის, რომ იმას თუ აკეთებ, რიზი გაკეთება წამოვინჩი შემილია. და მე შეიძლება რესურსი, რომ ვიღაცას დავდგე და ვიღაცას არა, თუნდაც ძალიან კაი ადამიანს დავდგე მთელი დღე ამის რესურსი არ მაქვს. მე რომ ისეთი უზრუნველყოფილი ვიყო, რომ მქონდეს იმის ფუფუნება, რომ არ ვიმუშაო, და არ ვიფიქრო იმაზე, ჩემი შვილი ხვალ-რას შეჭამე. ძალიან დიდი სიამოვნებით დავახარჯავდი ჩემ დროს იმას, რომ სხვა ადამიანებს თავი უკეთ ეკრძნოთ და მათთან მეურთიერთა. მაგრამ ახლა მე მაგის ფუფუნება არ მაქვს. იმიტომ რომ მყავს შვილები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ახლა როგორი შეგნებით გაიზრდებიან. ახლა გარდა იმისა, რომ ადამიანობა უნდა სწავლო, იქ რაღაცა საგნებიც არის ხო სასწავლი. ანუ ეგეც ხო საჭიროა, მე საჭმლის მომზადებაც ხო საჭიროა. მე ანუ შენ თავთანაც ხო უნდა დარჩე, ხო უნდა იმუშაო. შექმნა ახლა ვიღაც არაფრად მიაჩნია, ვიდეო ხო უნდა გადაიღო. მე მთლიან ვიდეოს ხო უნდა უყურო, ხო უნდა დაარედაქტირო. კომენტარები ხო უნდა წაიკითხო. ანუ მე მარათონი, მე TikTok-ი ყველაფერი ხო? ანუ დრო მიაქამ ყველაფერს და მთელი დღე მე ისე გადის რომ შეიძლება შენ თავის მე თუ ჩემი თავისთვის რო არ რჩება, ჩემი თავისთვის დრო ჩემთვის არ არის. რაღაცა სადმე წასვლა და რაღაცის ყიდვა და რაღაც ჩემი თავისთვის დრო არის ხოლმე რომ ჩემ თავთან დავრჩე. იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველ დღე იზრდება, რომელიც ყოველ დღე მუშაობს აი თავის ნაგავზე, რაც უგროვდება დღის განმავლობაში. ანუ არც შვილებს ვაყრი, არც ოჯახის წევრებს ვაყრი, არც თქვენ გაყრით, არც ვიღაცა სხვას ინტერნეტში დამალული სახით. ვამუშავებ და ეს რთულია. და თუ ვინმეს ამ ყველაფრის ფონზე თვალში ჩემი არა ესთეტიურობა გხვდებათ.
ეგ მე სულ არ მაინტერესებს. იმიტომ რომ საქმე ჩემში არა. და იმიტომ ეგ მე არ მეხება. მიყახათ. დალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი. გენეტიკური ტესტისთვის ჩამირიცხეთ, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც სურვილი გაქვთ. რომ რაც შეიძლება მალე გავიკეთო. პირად ნომერს დავტოვებ. დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა, მაინც ვნახავ. კიდევ ვინმე თუ ჩამირიცხა. ერთი ჭუჭი. მარიამმა ჩამირიცხა. არა, ფატიმ ჩამირიცხა გუშინ წინ და ჩამირიცხა მარიამმა. მეც რავის არ ჩავრიცხავს საქართველოზე და ეხლა ვნახოთ TBC-ზე. TBC-ს ქვემოთ არის არავის სამშაბათ, ესე იგი გუშინ წინ ჩამირიცხა მაიამ. როცა არის. ხო. ასე რომ ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ, მიყვარხართ ძალიან, კოცნით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და გირჩევთ ძვირფასებო, რომ თქვენც მიხვიდეთ იქამდე, რომ არ შემოუშვათ არც თქვენს თავში, არც ჩვენს სულში, არც თქვენს გულში და არც თქვენს სახში ეგეთი ადამიანები, იმიტომ რომ მაგათ საერთოდ არ აინტერესებს სამდუეში თქვენ ვიხართ. მაგათ უნდათ რომ თავის ნაგავი მოიტანონ და საწოლში ჩაგიყარონ. всё. გაიხსენეთ ხოლმე ეს შედარება.